მომავალი კვირის ენერგიები. სამყაროსგან სიურპრიზი. კარიერა. მომავალი ერთი კვირის განმავლობაში მანძილზე სამსახურში რა მოხდება, როგორი იქნება მომავალი ერთი კვირა სამსახურში. ფინანსები მომავალი ერთი კვირის განმავლობაში. ისე გადავდა. და პირადი ურთიერთობა მომავალი ერთი კვირის განმავლობაში. ნახოთ. ეხლანდელი ენერგიები, რა ენერგიებში ხართ? ესე იგი, მოწოდების სიმაღლეზე ხართ მომავალი კვირის განმავლობაში რაღაცა ახალი, როგორ თქვა, მაქსიმალურად ბევრი იმუშაოთ შეიძლება, მაქსიმალურად ბევრი საქმე გქონდეთ, აი ესეთ ენერგიებში ხართ, რომ მზად ხართ, რომ ბევრი იმუშაოთ, კაკრას, აი მაგის მოლოდინში ხართ, რომ აი რა იქნება სადღაც მომავალი ერთი კვირის განმავლობაში. თითქოს აი საკუთარ თავს აკონტროლებთ და მზად ხართ იმ სიახლეებისთვის, რასაც ელოდებით მომავალი კვირის განმავლობაში. ეს ოღონდ არ იცით ხა როგორი იქნება ეს მომავალი ერთი კვირა, თუმცა მაქსიმალურად მოწოდებული ხართ იმისთვის, რომ აი მიწიერ დონეზე ბევრი საქმე გააკეთოთ. მოდი ასე ვთქვათ რა. კიდევ შეიძლება, არ მინდა შეიძლება ესეთი სიგნიფიკაცია არის. როგორი იქნება მომავალი ერთი კვირა თქვენთვის, ჩემო კარგებო? ესეთი არაფერია დამალვა არც უნდა პრინციპში. როგორი იქნება მომავალი ერთი კვირა, აქ რას გულისხმობთ? სწორედ მოვიდა, რაც მოვიდა. ჩემო კარგებო, საქმეს თუ შეეხება სიტუაცია, პასუხისმგებლობით იქნებით საქმის მიმართული, თქვენი საქმე რომელიც გიყვართ მაქსიმალურად, იმას ისევთ, რა ქვია, საქმეს გააკეთებთ, რომელიც გიყვართ. ეს საქმიანობას რაც შეეხება. ხოლო აქ რაღაცა ოფიციალურ კავშირზე უფრო ქორწინების მიმართულებით იქნება კომუნიკაცია, ინტერნეტ კომუნიკაცია ყველა ვარიანტში შედგება, აი ფიქრით რაზე იცით, რა რაღაცას, რასაც თქვენი პარტნიორის იდეალიზირება, რო გქონდათ იმასთან ქორწინება, მაგას კიდე არ უნდა და პასუხისმგებლობით შებოჭვა. ჩვენ ვკითხულობთ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში რა გელოდებათ. გელოდებათ მამაკაცისგან, რომელსაც არ უნდა და პასუხისმგებლობით შებოჭვა, თქვენ მაგისთვის იყავით აი იდეალური ქალი, პარტნიორი და აი ეს იცი რა არის, შეიძლება ეს ადამიანი გამოვიდეს კონტაქტზე და ამ ადამიანს, აი ამ ადამიანმა გითხრათ ის, რასაც მალავდა ამ ურთიერთობაში, გამიგეთ? და აი თქვენ ამ ქორწინებაზე ლაპარაკით, ამ ადამიანს აი რაღაცნაირად კენდით, მაგრამ არ იცოდით ის, რასაც მალავდა ამ საკითხთან დაკავშირებით
შეიძლება იცი რა იყო? შეიძლება გეუბნებოდათ, რომ არ მინდა და თქვენში იწვევდა ფიქრს, რომ არ უნდა ამას პასუხისმგებლობით შებოჭვა, მაგრამ იმის იქით რაღაცა იყო დამალული, რაც თქვენ არ იცოდით. და აქ იქნება კონტაქტი, სადაც რაღაცა სერიოზული საუბარი მოხდება და აქ აი რატო გეტყვით, რომ როგორ არ მინდოდა, მაგრამ აი მინდოდა, თუმცა აი ეს იყო მიზეზი, რაღაცა სხვა მიზეზი, შინაგანი კონფლიქტი ჰქონდა, რომ განაქორწინება და თქვენთან სერიოზული ურთიერთობა არ უნდოდა და ვერ აკეთებდა იმ რაღაცის გამო, რასაც გიმალავდათ რა. ეხლა რო გითხრათ, ხო, აქ ადამიანი კი, ცვლილებით მოდის ეს ადამიანი, ცვლილებით მოდის, კი ბატონო, კი. აქ ვერ გაგიშვათ ამ ადამიანმა, გაიგე? აქ ცვლილებით მოდის, ეს კაცი გხედავთ თავის მეუღლედ, ცოლად გხედავთ თავის. აქ განულებული დედა, აქ კი. ანუ აქ მამაკაცი, ნახე როგორი თემა არის რა. ის მესამე ფაქტორები, რაც იცოდით თქვენ ურთიერთობაში, რის გამოც აი შეიძლება მართლა მაზოხისტურად ექცეოდით თქვენს თავს და იჩერებდით ამ ურთიერთობაში თავს. აქ მამაკაცმა მთლიანად ტრანსფორმაცია განიცადა, აქ ბავშვი იყო შუაში და ეს რა ქვია, რეალურად ეს მამაკაცი ამის იქით კიდე სხვა რამესაც მალავდა. გაიგეთ? და იმ რაღაცის ეშინოდა ძალიან. აქ რაღაცა გულწრფელი საუბარი გელოდებათ. ეხლა უფრო ვნახოთ, რატომღაც მან არა მოითხოვა ესე მთლიანი კვირის ენერგიების გადმოცემა. ვნახოთ, სამსახურში რა გელოდებათ მომავალი 1 კვირის განმავლობაში. და აქ ვიღაცა შეიძლება სამსახურიდან წამოვიდეს. აქ ხდება ძალიან რადიკალური ცვლილება, მთლიანად, ანუ აი შეიძლება აქ დიდხნიანი სამუშაო იყოს, სადაც მუშაობდით და დიდი ხანი ამ სამუშაომ ბევრი რაღაც მოგცათ გამოცდილების კუთხით, მაგრამ უკვე დროა რომ აქედან წამოხვიდეთ. აქ შეიძლება აი თქვენ როგორ იყო იცი, უკვე ფინანსებსაც ვეღარ იღებდით და აი რაღა გავაკეთო ფიქრობდით, აი რაღა გავაკეთო, ყველაფერს ვაკეთებ და აღარაფერი არ გამოდის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც აქ ცვლილება უნდა მომხდარიყო და უნდა წამოსულიყავით, მაგრამ ვინც წამოსულია სამსახურიდან, აქ ძალიან დიდი ცვლილება, ის გამოცდილება, რაც თქვენ დაგრჩათ, ხო? და დაუშვათ აი სამსახური არ გქონდათ, ფინანსური კრიზისის განიცდიდით, აქ მთავრდება ეს სიტუაცია. უფრო რას გულისხმობთ სამსახურში აქ? ძალიან მაგარია, ჩემო კარგებო, აქ გეუბნებით. დაბა ეს რა არის? კი რა, აქ ვიღაცა სამსახურში იჩხუბებს, რაღაცა მოხდება ისეთი, აქ სამსახურიდან წამოვა ვიღაცა, მაგრამ გეუბნებათ ტაროს არკანები, რომ ეს არის ყველაფერი იმისთვის, რომ ფინანსები თუ აღარ შემოდიოდა, თუ კლიენტებზე იყავით დამოკიდებული, თქვენ დებდით მაქსიმუმს, მაგრამ აღარაფერი გამოდიოდა, ეს უკვე იმის ნიშანი იყო, რომ თქვენ აქედან უნდა წამოსულიყავით და სამყარო ამას აღასრულებს, რომ იტყვიან და აქ ხდება ძალიან კარგი გარდამტეხი ცვლილებები, რათა თქვენ ახალი სამსახური გელოდებათ და იქ გელოდებათ ძალიან დიდი შემოსავალი, სადაც აი ძალიან მაგრად იქნებით რა. სადაც თქვენი პროფესიონალიზმი იქნება დაფასებული და აი რა ვიცი, საამაყო რო იტყვიან. ვისაც აი როგორ თქვა, ფინანსური კრიზისი ჰქონდა და ფიქრებდა, რომ რა გავაკეთო, სამსახურში, ფინანსები, ახლა სამსახური ფინანსები,
აქ შემოკარგებო სხვა შემთხვევაში იცვლება სიტუაცია თუ შეჩერებული იყო ხო რა რაღაცა ნერვიულობდით რომ რა ვიცი აი რაღა შეიძლება კიდე გავაკეთო აქ იცვლება სიტუაცია აქ ვისაც სამსახურში ცვლილება არ ელოდება და უბრალოდ აქ რა არის მაშინ მაჩვენე აქ სამსახურში ვინც არ წამო, მაგრამ მოდის რომ წამოვა რა. მოკლედ, ვიღაცა მიდის სამსახურიდან, მაგრამ გეუბნებიან არ შეგეშინდეს. აქ თქვენთვის იწყება ახალი ეტაპი, ძალიან მაგარი და ძალიან მაგარი ის იქნება, რა ქვია, სამსახურს იშოვით. ხოლო კიდე არის სიტუაცია, როდესაც თქვენი ახალი წამოწყება, ახალი რაღაცა შეიძლება პროექტი ან რაღაცა მსგავსი მოგიტანთ ძალიან კარგ შემოსავალს და თქვენი პროფესიონალიზმის აღიარება იქნება. ფინანსებში ვნახოთ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში რა გელოდებათ. შემოკარგებო, ფინანსებში მომავალი ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება ცოტა შეჩერება იყოს, რათა თქვენ გაგაღვიძოს მაღალი ძალები გაღვიძებენ. აქ მოგიწევთ ფიქრი იმაზე, რომ კიდე რა შემიძლია გავაკეთო, იმიტომ რომ თქვენში არის ის რესურსი, რომ შეგიძლიათ რაღაცა გააკეთოთ. ეს მტკივნეული ფიქრები, რაც გაქვთ, იმისთვის არის, რომ რაღაცამ გაიღვიძოს თქვენში. ეს დასტა პრინციპში დამხმარეთ გქონდა და ფინანსებში მომავალი ერთი კვირის განმავლობაში რა გელოდებათ. და სამსახურს აქ ვიღაცა ძალიან მალე იპოვის და მომავალი კვირის განმავლობაში კიდე ვიღაცასთან ძალიან დაფასდება მისი პროფესიონალიზმი. ფინანსებში მომავალი ერთი კვირის განმავლობაში აქ რას გულისხმობთ? მომავალი ერთი კვირის განმავლობაში როგორ რაღაც იქნება, იცი? თქვენ უფრო დაგეგმარება მოგიწევთ, როგორც გითხარით, თქვენი მომავალი მდგომარეობის, ან უკვე დაგეგმილი გაქვთ და იმ საკითხებზე გადადგავთ, ასე ცოტა გეშინიათ, რომ ფიქრობთ, რომ რა ვიცი, გადავდგა, მაგრამ ძალიან გსიამოვნებთ ეს საქმე და გადადგავთ და ეს მოიტანს ძალიან დიდ ცვლილებას, იმიტომ რომ ან თქვენი ცხოვრება რაღაცა შეიცვლება თითქოს კი აქ რაღაცა გაკვეთილს გადის ადამიანი ფინანსურ კარმასთან მიმართებაში. აქ რაღაცა ახალ ცოდნასაც ხსნის ადამიანი, რომელზეც დიდი ხანი ფიქრობდა და იქიდან შემოუვა უკვე ფინანსები. ურთიერთობა. ურთიერთობაში გამოდიხართ განშორებიდან, რაღაცა ახალ ეტაპზე გადიხართ. შეტყობინება მოვა, რაც გამოგიყვანთ ამ ცალ-ცალკე და ამავდროულად ერთად წასვლისგან. იმაღმერთ რა საოცრად საუბრობენ. მარტოობიდან იქნება, მარტოობაში რაზეც ძალიან ბრაზობდით, თან მალავდით, თან ბრაზობდით, არ იცოდით ამ სიყვარულზე არჩევანი, არჩევანი ამ სიყვარულზე გქონდათ გაკეთებული რა და არც იცოდით მომავალში რა იქნებოდა, ელოდებოდით და
აქ არის სიტუაცია, როდესაც იცვლება თითქოს აი თქვენი გზების გაყოფა, რაც გვაჩვენეს, იქიდან გამოდიხართ, რაღაც ახალი შეტყობინება, შანსი ვიღაცასთან დიდი სექსუალური ამბებიც იქნება. და აქ სიყვარული გაიმარჯვებს რა. თანაცხოვრებასთან დაკავშირებით პრობლემა თუ იყო, ეს მამაკაცი მოდის და გამოდის იმ პრობლემიდან, რაც თანაცხოვრებას უკვე აქ ბედი იცვლება. სექსუალური ურთიერთობიდან გამოდიხართ და გადადიხართ მონათესავე ურთიერთობაში, ჩემო კარგებო. აქ რაღაცა გადაწყდება ამ სიყვარულთან დაკავშირებით, ეს სტაგნაცია, გამოუვალი სიტუაცია, ეს ვაიმე რა საშინელი მდგომარეობა, უსამართლობა, ღმერთო. დიდხნიანი პაუზა, მიწიერ დონეზე გასვლა ურთიერთობიდან, მერე კრიზისი. აქ ხალი ამპარტავანიც არის და მაქსიმალურად სამსახურზე იყო გადართული. ძალიან დიდ ტკივილებშიც იყო, მაგრამ მაინც გააჩერა ურთიერთობა, რომ მე აქ მარტო ის მოდი-მიდი და სექსუალური ტრენაჟორი არა ვარ. აი ესეთი ამბებია, ჩემო კარგებო. აქ ხალი ცოტა ისეთია განვითარებული და გამოდის, აქ როგორც ჩანს, იმუშავა მაგან თავის თავზე. და სამყარო აძლევს ახალ შანსს ურთიერთობასთან დაკავშირებით, სადაც აენთებით, სადაც საკმაოდ ძალიან აქტიური ცხოვრება მოგიწევთ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. აიმე ღმერთო ჩემო. განულება, დიდი ციკლის, ახალი ეტაპი, პარალელურად და დიდი ცვლილება. რაზეც ძალიან გიჭირდათ ნაბიჯის გადადგმა. რა გააცნობიერა. ხო, გააცნობიერა ამ პაუზაში ადამიანმა, რომ და ნახე როგორც კი გააცნობიერა ადამიანმა ეს სიბრაზე და სიყვარულში გადაიყვანა, ეგრევე გამოყავთ მაღალ ძალებს. კარგი. და ვნახოთ სიურპრიზი სამყაროსგან მომავალ ერთ კვირაში. და წელი მთავრდება, ტრანსფორმაციებიც მთავრდება. აქ კვერთხების მეფე არის, მოკლედ, შანსი, რომელსაც ღმერთს ეხვეწებოდით, ახალი ეტაპი მიწიერ დონეზე. მოდის ადამიანი ახალი შემოთავაზებით, ახალ გზაზე წასასვლელად, სადაც თქვენ ხართ იმპერატრიცა და ამ ადამიანისათვის უსაყვარლესი ქალი. ამ ადამიანსთან როგორი რაღაცა, იცი, ეს ადამიანი ისეთი მოდის, რომ აი ეთყობა ძალიან ბევრი ითმინა და აი ამ სიყვარულისთვის რა ვქნაო, აი ყველაფრისთვის მზად ვარ, რომ საჭირო გახდესო, ყველაფერს გადავჭამო. აი ესეთი ამბებია, ჩემო კარგებო, თქვენი მომავალი ერთი კვირის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში. რასაც მე თქვენ გისურვებთ, აი საოცარ პროგნოზს და გელოდებით, რა თქმა უნდა, კომენტარებში. ასევე თუ იყო თქვენი ვიდეო, რა თქმა უნდა, დალაიქეთ, რათა მოხდეს ენერგომიმოცვლა, რათა იყოს ენერგეტიკული ბმა თქვენსა და ჩვენს სივრცეს შორის, რათა ინფორმაციები რეზონირდეს თქვენზე უფრო მეტად სამყაროსგან. ემშვიდობებით ბედნიერი მომავალი კვირა.